ერთ საინტერესო რჩევას მოგცემ, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. აი შენ ახლა შეიძლება მიყურებ და ფიქრობ, რომ აი ეს არის ცოდვილი ბოროტი, ცუდი ადამიანი და რა ვიცი, შეიძლება მართლა ბევრი რამ მოიძიო და ძალიან ცუდი ადამიანი აღმოჩნდე. მარტივად რა ვთქვა. მაგრამ შენ ხო არ იცი ჩემი სინანული, ჩემი ცრემლი, ჩემი გამოსწორება, ჩემი ტირილი. შენ ადამიანი შეიძლება ცოდვაში დაგდებული და ბოროტად მოუბარი ნახე. მაგრამ არ გინახავს მისი სინანული. უფალისწორედ ამიტომ გვირჩევს, რომ არ განიკითხო და არ განიკითხები. რომლითა განკითხვითა განიკითხო განიკითხნე და რომლითა საწყაულითა მიუწყო მოგეწყოს. ამიტომ შენ ჩემ ცოდვა შეიძლება ხედავ, მაგრამ შენ არ გინახავს ჩემი საწოლი ცრემლი დალტობილი, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს. სარეცელი ჩემი ცრემლითა ჩემითა დავალდეო. ასე რომ უფრო მეტად მოწყალე იყავი ჩემზე, გიყვარდე. და ეს გვეხება ყველას, გვიყვარდეს ერთმანეთი. დამიწერე აბა გულით მპატიობ, თუ რამე ცუდი გქონდა ჩემზე, ძვირი გქონდა, თუ ისევ ცუდად გრძნობ თავს და ერთი სული გაქვს რომ გამანადგურო. გაიხარ.